ივნისის საქმეზე რუსთაველზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. 20 ივნისს განვითარებული მოვლენების სურათის აღდგენის მიზნით საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად პროკურატურამ რუსთაველზე დღეს 2 დაზარალებული მიიყვანა. მათ შორის ერთ-ერთი პირველი არხის ოპერატორი იყო. შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დაადგინა კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. დაზარალებულების მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რადგანაც დაზარალებულებმა დაადასტურეს გამოძიებისთვის მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია და დეტალურად მიუთითეს და აღედგინეს ის გარემოებები, რა ვითარებაშიც მათ მიიღეს დაზიანება. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები შეეძლებობას მიცემს გამოძიებას, რომ აღადგინოს და დაადგინოს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, როგორც კონკრეტულ დაზარალებულთან მიმართებაში, აგრეთვე აქციის მიმდინარეობის სრული სურათის აღდგენა მოახდინოს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის 11-წლიანი პატიმრობის შესახებ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ ბაჩიაშვილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ნაწილში დამნაშავედ ცნო. შეგახსენებთ, რომ პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება. საუბარია 29 მილიონ დოლარზე. პროკურატურის ინფორმაციით ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის ამ შემთხვევაში ივანიშვილის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა ბიტკოინის გამომუშავება მაინინგში ინვესტიცია განახორციელა. ინვესტორს კი კუთვნილი თანხა არ გადასცა. დღეს სასამართლოს არანაირი სიტყვიერი განმარტება არ გაუკეთებია გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, უბრალოდ გამოაცხადა, რომ ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. შესაბამისად, უფრო ვრცელი კომენტარის გაკეთება შეუძლებ მას შემდეგ, რაც წავიკითხავ დასაბუთებას, თუმცა მიმაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში იგივე ფაქტობრივი გარემოებები იმდენად წინააღმდეგობაში იყო საბოლოოდ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან, ამის დასაბუთება შეუძლებელი იქნება თუნდაც სააპელაციო სასამართლოს მიერ. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად კანონით დადგენილ ვადაში მივმართავთ უზენაეს სასამართლოს და მოვითხოვთ აღნიშნული განაჩენის გაუქმებას და იმ შემთხვევაში თუ კი კვლავ იქნება ძალაში დატოვებული, მივმართავთ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან ერთად პარაფირებული სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი გამოაქვეყნეს. დოკუმენტი 17 პუნქტისგან შედგება, რომელთა მიხედვითაც ბაქო და ერევანი ტერიტორიულ პრეტენზიებსა და ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე უარს ამბობენ. მხარეები ასევე ვალდებულებას იღებენ დიპლომატიური ურთიერთობები ვენის 1961 და 1963 წლების კონვენციების შესაბამისად აღადგინონ. მხარეები აცხადებენ, რომ საზღვრების დელიმიტაციის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებები შესაბამისი სასაზღვრო კომისიების ფარგლებში გაიმართება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს კარგი მეგობრები უწოდა. თეთრი სახლის ლიდერი 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ გაფორმებულ სამშვიდობო დეკლარაციას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ის დადებითად შეაფასა. დიდი პატივია ვიმყოფებოდეს სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან. ხელი მოვაწერეთ სამშვიდობო შეთანხმებას ომისა და სიკვდილის შემდეგ, რომელიც 10 წლეულები გრძელდებოდა. ორი შესანიშნავი ადამიანი, დიდი ლიდერი, ახლა ისინი ჩემი კარგი მეგობრები არიან, დაწერა ტრამპმა. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე მუშაობს. ამის შესახებ ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მინისტრებმა შეხვედრაზე მხარი დაუჭირეს ამერიკის შეერთებული შტატების იმ ნაბიჯებს, რომლებიც სამართლიანი მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს. კალასმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი განიხილავს დამატებითი სანქციების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ. კალასის განცხადებით, ტრანსატლანტიკური ერთიანობა, უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლა არის ის გზა, რომელიც ამ ომს დაასრულებს და მომავალში რუსეთის აგრესიას ევროპაში თავიდან აიცილებს.
პოლონეთში პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის კოალიციური მთავრობა სკანდალში გაეხვა. გამოცემა პოლიტიკო და პოლონური მედია წერს, რომ პოლონეთმა ევროკავშირისგან მიღებული თანხა არამიზნობრივად დახარჯა. საქმე ეხება მილიონობით ევროს, რომელიც ევროკავშირმა COVID-19-ის პანდემიით დაზარალებულ პოლონეთს ეკონომიკის აღსადგენად გამოუყო. მედიის ინფორმაციით, ტურისტული სექტორის აღსადგენად მიმართული 280 მილიონი ევრო რეალურად იახტებს, საუნებსა და ფუფუნების საგნებს მოხმარდა. ტუსკის ოპოზიცია ევროპული გრანტების არამიზნობრივი მოხმარების გამოძიებას ითხოვს.